მე კვირაში ერთხელ დავჯდებოდი ავტობუსზე, ხაშურიდან ჩამოვიდოდი თბილისში ისტორიის ინსტიტუტში, სადაც ბატონი კარლო მუშაობდა და ის ისტორიის ინსტიტუტში თავის კაბინეტში მიტარებდა სპარსულის გაკვეთილს. ერთი 4 გაკვეთილში მე ახლა ვარ 12 წლის ბავშვი დაახლოებით, ესე იგი და ის არის 70 წლის კაცი და მეუბნება, ბიჭო მე და შენა ხო არ ძმაკაცი და უცებ რომ დაიბნევი ბავშვი და კი ვარ ბატონო კარლო ხო და აბა მე ძმაკაცისგან ფული როგორ უნდა ავიღო სინამდვილეში რა ხდება ბატონმა კარლომ გაიგო რომ მე არ ამყავს მშობლები და ის რომ თქვათ შეურაცხყოფა არ მოეყენებია გადაწყვიტა რომ ამ ფორმით თქვათ მიპატრონოს მაშინაც კარგად გავიგე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაგრამ მე იმდენად ძვირფასი გახდა ეს მხოლოდ ჟესტი არის როდესაც უკვე მე დავიწყე კერძო მოსწავლეებთან მეცადინეობა ყოველთვის მყავდა ყველა ჯგუფში ერთი ობოლი მაინც რომელსაც უფასოდ ვასწავლიდი და ამას ვაკეთებდი ბატონი კარლოს სულის საოხად ესეთი რაღაცა გავთმი ამ სიუზამთრის დღეს ამ ისტორიამ გამო არის ხო აი სუფიზმზე ლაპარაკობთ ხო აი ეს არის სუფიზმის არსი პრაქტიკულად მემკვიდრეობით სიკეთე და სიკეთის მემკვიდრეობით გადაცემა